საამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, აბა დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რაც ახალი გვაქვს ამ ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ. ერთი ნახევარი წუთი მოვუცადოთ, რომ შემოვიდნენ, მე მგონი კარგად ისმის ყველაფერი, ხო? ხმა ვინმე დაწეროს კომენტარი, ალბათ არ იქნება პრობლემა. გაგაცნობთ საინტერესო ის რაცა გვაქვს ახლა, მე ყოველთვის თქვენთან გულახდილად საუბრობ ხოლმე და არ მიყვარს არაფერი დამალული, ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებთ. მოკლედ, ბევრი შეკითხები შემოდის და დღეს რაც შემიძლია ყველაფერზე, ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მაინც რაც აინტერესებს ხალხს, ეს არის სად გაიმართება, როდის გაიმართება, ვინ არიან ჩვენს გვერდით და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველი მოდით დავიწყოთ იქიდან, როდესაც ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ თქვით, რომ ეს დარბაზში უნდა გაიმართოს 30 მარტს, 30 მარტით ჩვენ გადმოვიტანეთ ხალხის თხოვნით, ვინაიდან 31 ორშაბათია და 30 არის კვირა დღე, ანუ დასვენების დღე და ხალხმა გთხოვა და ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ ხალხის თხოვნა და ყველა შემთხვევაში 14 საათზე, შუადღით 2 საათზე გაიმართება 30 მარტს კვირას. ეხლა რაც შეეხება დარბაზს, მე პირობითად ადრე დავდე ეს, ხო იცით, Facebook-ზე ახლა შეუულებრივად შეიძლება დადო დარბაზი როგორც რეკლამა, ხო? და იყო ფილარმონიის დარბაზი და ძალიან გააკვირვა და ბევრი რომ ამათ უკარო ინგას ნეტა და ისევ ეროვნულები გესმით, ვითომ აი ეს ფსევდო ეროვნულები გაგიჟდნენ. საიდან აქვთ ამათ ეს შესაძლებლობები, რომ ფილარმონია უნდა დაიქირავონ? არა ბატონებო, არ ვქირავთ ფილარმონიას, იმიტომ რომ ვერ ვქირავთ. მე ვიყავი უშუალოდ იქ მისული და რაღაცა ისეთი კოლოსალური თანხა დამიფასეს, ეხლა ერთი ჩვენო საათობით არ ვაქირავებთო, ერთი დღით უნდა იქირავთო მაშინო და 22,000 ლარი დაგვიფასეს და 22,000 ლარა ჩვენ ისეთი ოფისს ვიქირავებ და ისეთი პოლიტიკურ თოქ-შოუებს გავაკეთებთ, რომ მთელი საქართველო იქნება კმაყოფილი იმაზე და რაღაცა მცირე მიკროფონებს ვიყიდით და რაღაცას. რა თქმა უნდა, უარი უთხარით და ეხლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დაახლოებით 1000-1200 კაცი დავტიოთ, ისეთ დარბაზზე გვაქვს აქცენტი, არ ვიტყვი აქაც რომ ხელი არ შეგვიშალოთ სად და როგორ, მაგრამ დაახლოებით 20 მარტისთვის, 20 მარტამდე უკვე ყველას გვეცოდინება, სად ვიკრიფებით. ერთს ვიტყვი, რომ ეს იქნება თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ცენტრში, სადაც დაახლოებით დავეტევით 1000-1200 კაცი. თუ ძალიან ბევრი მოვა ხალხი, ჩვენ მზადყოფნაში ვიქნებით და 2 საათზე შეგვიძლია ჩვენ გარეთ ჩავატაროთ დაახლოებით 1 საათამდე 40 წუთიანი რაღაცა ეს საინფორმაციო მიტინგი და შემდეგ უკვე დაახლოებით 1-3 საათი დარბაზში შევიდეთ. აი ესეთი მონახაზი გვაქვს ძირითადში და ამას ჩვენ როგორც მოგახსენეთ დაახლოებით 20 მარტამდე გადავწყვეტთ. ეხლა ძირითადად თანხის მობილიზება მიდის, ძალიან დიდი თანხა არ არის, მაგრამ არ გაგვიჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ თუ რაღაცა პრობლემა შეგვექნა, ჩვენს მეგობრებს ვთხოვთ, გვაქვს ბევრი მეგობრები, ზოგი ემიგრაციაში, ზოგი ის და არ არის დიდი თანხა და ამას როგორც იქნება ჩვენც საინიციატივო ჯგუფის წევრები და ალბათ ვისაც შეუძლია ცოტ-ცოტას რაღაცას წაგვეხმარება და რაღაცას ვიზამთ, ერთი სიტყვით ამას წყალი არ გაუვა. ეხლა რაც შეეხება კიდევ უკვე ატყობენ უკვე რომ სხვადასხვა იმიდან გამოდივართ ჩვენ დამოდელიმე სხვადასხვა წევრებთან ერთად და უკვე რომ რეიტინგმა აიწია, უკვე დაგვიწყეს უკვე რა თქმა უნდა ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი იყო, თქვენ იცით, მე აუცილებლად უნდა შევეხო ამ საკითხს. საერთოდ არ ზღირს მას შეეხო ადამიანი, არავითარი ავტორიტეტი მას არ გააჩნია, მაგრამ ეს მხოლოდ
ეს ვალერი კვარაცხელიასის კი არ იყო ეს სოლიდარობის სახლზე თუ TV4-ზე. ეს უკვე არის რაღაცა დავალება იქიდან, რომ უკვე შიში აქვთ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება არ მოხდეს. ვინ მართავს ამ ტელევიზიებს? ძალიან კარგად იცით, ხომ? ჩვენ არსად არც ერთი ტელევიზია რო არ გვიშვებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არიან ამ ტელევიზიის მმართველები. და ეხლა ეს მამალი პუჩისტი, ეს ვალერი კვარაცხელი, ეხლა თავის დროზე რო არ დაჟილე, ეს ბახჩოიანი. სულ ყველას გადაკეთებულია კაცო ეროვნება, ეს რა უბედურობა. ვინც გავიკითხე, ვინც რაღაცა იმას რაღაცა ხელისუფლებაშია, რაღაცა დონეზე, ყველა გვარგადაკეთებული ეროვნება შეცვლილი ის არის, კაცო არაქართველი. იმიტომ ავართ ხალხო ამ დღეში, ესენი არ არიან ქართველები. და ეს ჩვენ გვიწოდებს სექტას. ზვიად განსახურდიას მომხრეებიო გადაცემაში რაღაცას იმაშვება და ეს სექტაო. და გამოიყენა გადაცემა, სადაც მე მოწვეული მყავდა 3 რესპონდენტი და ერთ-ერთი იყო დავით თორდია, რომელმაც რაღაც თავისი აზრები გამოთქვა იქ. პირდაპირ ეთერში, როდესაც ხარ და სტუმარი ყავს, იმ სტუმარი შენ რა იცი რა სიტყვის, ხო? რა თქმა უნდა, გინების უფლებას მე არასოდეს არავის არ ვაძლევ მაგის უფლებას, მაგრამ აზრი რომ თავისი აზრი გამოთქვას, ეს არის ჟურნალისტიკა და თავისუფალი ჟურნალისტიკის მთავარი იდეა ეს არის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გამოხატოს თავისი აზრი. მე ამას საზოგადოება შეუფასებს, ხო? მაგრამ ეხლა მე რაზე უნდა ვაგო ყველაფერზე პასუხი, იმან რა თქვა, პირიქით, ეს არის ის, რაც საქართველოს ჭირდება, რომ ცენზურა არ გვაქვს და პირდაპირ ადამიანი თავისუფლად გამოსთქვას თავის აზრს. მოდი მაშინ დავიჭიროთ, ხო, ასეთი აზრის გამოთქველი. მაშინ მე რა უნდა უწოდოთ ამას, ხო, სინდის პატიმარი? ეს ხო საყოველთაოდ აღიარებულია, ადამიანს აქვს თავის გამოხატვის უფლებები. გამოხატოს ყველამ კაცო და თქვას, თუმცა არც თუ უსაფუძვლო იყო ეს ყველაფერი, რაც მან გამოხატა. ნუ ეხლა კიდევ არის ვიდრე აი მთავარ საკითხებზე გადავიდოდე კიდევ, ხო, ეხლა პირველ რიგში მოდი მაინც არ მინდა ძალიან დავძაბო სიტუაცია. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე ალტინფოზე, აი ალტინფოსთან როგორ ხართ? ალტინფოსთან თუ ნებისმიერ ქართველებთან, ხო, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გაიზიარებს იმას, რომ და დადგება იმ პლატფორმაზე, რომ თანახმა ქვეყანაში აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა. მაგრამ თუ კი შენ ამ სისტემაში რჩები, აი კარგად ხსნი ახლა და გეუბნებით მეგობრებო, თუ კი ისევ ამ სისტემაში რჩები, რომელიც 92 წლიდან მაოხრებელმა შევარდნაძემ შექმნა და ქვეყანა რას დაამსგავსა, თქვენ ხედავთ ხო რა დღეშია ქვეყანა, განადგურების პირას რომ არის. მაშინ შენც იგივე თაღლითი ხარ კაცო. რანაირად უნდა დაამტკიცო რომ არა ხარ თაღლითი, იგივეს გაგრძელებას აპირებ, ხო? გამოდი აქედან და თქვენი ადგილი ყველგან იქნება კაცო. მე ვინა ვარ, მე რა უფლება, მე კი არა ვარ ამისი, ან რა ქვია, თავმჯდომარე რაღაც ეს პარტია კი არ არის. ეს არის მეგობრებო, ჩვეულებრივი ეროვნული მოძრაობა, ეს არ არის პარტია, ეს არის ზეპარტიული მოძრაობა, რომელმაც მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს და რატომ უნდა გააერთიანოს? იმიტომ რომ არსებობს ძალიან დიდი საგარეო საფრთხეები და თქვენც ხედავთ ყველა რაც ხდება ჩვენს გარშემო, იქით უკრაინაში, აქეთ სირიაში და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენზე რომ მტერმა თავდასხმა დააპიროს, სრული ქაოსი, 10 კაცი არ დგას ერთმანეთის გვერდით. სულ აი ესეა დაყოფილი, ერთმანეთს მამასისხლად, რა ვიცი, ებრძვიან სულ ყველანი ერთმანეთს, გადაკიდებული არიან სამკვდრო საცოცხლოდ ყველა აი მთელი ქართველობა. ეს გააკეთეს აი 73 წლის მანძილზე, ეს სპეციალურად გააკეთა იმ რეჟიმმა, რომელიც დღეს ისევ მართავს ქვეყანას და ეს დაიწყო შევარდნაძიდან. არაფერი არ შეცვლილა, ზუსტად ის სისტემაა, ზუსტად ის კონსტიტუციაა, უბრალოდ პატარ-პატარა კანონებს შეცვლიან ხოლმე, რომ როგორც აწყობთ ამათ, რომ ამათი მონოპოლიური, აი ეს მაფიოზური, აი ეს რა ქვია,
კრიმინალური ეს ის რა ქვია გავლენები მოირგონ ძალიან კარგად, გესმით? რომ დიდი ფული აკეთონ. თქვენ ხედავთ, აი რაოდენ დიდი ქაოსია ქვეყანაში. რომელი ქართველმა, აი მე არ ვიცი მეგობრებო, შეგიძლიათ აი პატიოსან ქართველს, ნებისმიერ ქართველს ვკითხავ მე, შეიძლება ასე გაგრძელება ქართველს ასე ჭამდეს ერთმანეთს? თუ ეს თქვენ მიგაჩნიათ რომ სწორია და ეს მიიყვანს საქართველოს ბედნიერ მომავლამდე, მაშინ ჩვენ არაფერი აღარ გვესაქმება, მაშინ ჩვენ გავანებებთ ამ ყველაფერს და მოდი დავჭამოთ ერთმანეთი ესე და დავაქციოთ ეს ქვეყანა. ამდენი საუკუნე, აი იგავ მიუწვდომელი გმირობით მოტანილი ქვეყანა ჩვენი წინაპრებისა, შეიძლება ესე უცბად დავაქციოთ და რაღაცა სამათეულ წელში ბიჭასთან გავასწოროთ და საერთოდ დავკარგოთ. ვიღაცას გონია რომ სახელმწიფო არ დაიკარგება. ეს სახელმწიფოები ისტორიის მანძილზე გადახედეთ ისტორიას ვინც კარგად იცით, მრავალი სახელმწიფო გაქრა და ძალიან ახლოს ავართ გაქრობასთან. კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა მეგობრებო, სულ რაღაც 5 წელი საკმარისი იქნება რომ ჩვენ აღარავინ აღარაფერს აღარ გვკითხავს. დამთავრდა უკვე. 5 წელიწადში თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ერთადერთი გამოსავალი აქ არის როგორც მტერმა იმოქმედა ჩვენს წინააღმდეგ, როგორც დაგვსაქსა და დაგვშალა, ეხლა უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ. უნდა ჩავყლაპოთ წყენები. მე არ ვიძახი ეხლა რომ იმას რა ქვია თოფს რო ესრო და კანონიერ ხელისუფლებას იმას დავიყენებ ეხლა ხაინდრავებს და ეს ბახჩოიანებს, მაგრამ ქართველი რომელიც ეხლა რაღაცა შეიძლება შეცდა აზრობრივად რაღაცა იყო, ხო? ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ ეხლა და ყველა უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. სხვანაირად გაერთიანება არ მოხდება მეგობრებო. ვიღაცას გონია რომ ეს არის მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მომხრეების გაერთიანება. ეს რო ესე იყოს, მაშინ მხოლოდ რაღაცა ნაწილის გაერთიანება მოხდება. ეს ესე არ არის. ზვიად გამსახურდიას ხმამისა საქართველოს მოსახლეობის 87%-მა. თქვენ როგორ გონიათ იმ კომუნისტური რეჟიმის პირობებში მარტო ჩვენ ვიყავით 87%. ის კომუნისტები არ იყვნენ ვინც ხმამისა? აი ეს არის დიპლომატია და ეს არის გამარჯვება და ეს არის სწორი ხაზი, რამაც მე მიიყვანა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენამდე. უნდა გავერთიანდეთ, უნდა ერთმანეთს ვაპატიოთ, ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და კიდევ ვიმეორებ, მე კაცო ალტინფო იქნება თუ ვინც გინდა იყოს, ყველასთვის გზა ხსნილია უბრალოდ სწორი ფორმულირებით და ისევ ქვეყნის ღალატის გზაზე ჩვენ არავის აღარ ვაპატიებთ ამას. თუ ამ რეჟიმში დარჩენა გინდა, ჩვეულებრივი მოღალატე ხარ, მორჩა. ის პარტია იქნება თუ პიროვნება იქნება, მოღალატეა. თუ შენ გინდა რომ გააგრძელო ისევ შევარდნაძეს აი ეს რეჟიმი და ეს რა ქვია, ეს სისტემა, რომელმაც მთლიანად მოსპო საქართველოს მოსახლეობა, გაანადგურა, მიწასთან გაასწორა, ღირსება აყარა, რა ვიცი, ყველაფერი და ყველაზე დაჩაგრული ამ ქვეყანაში არის ქართველი ხალხი. ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს არის ტყუილი. შეხედეთ თუ ვისმეს ბიზნესი აქვს სხვადასხვა ეროვნების ხალხს, ყველას აქვს ღმერთმა გაუმარჯოს საქართველოში, ისინი ძაგდაბადებული გაზრდილებია და როდესაც მე ვამბობ რომ ქართველი ერს როდესაც ვახსენებ, იქ მე გულისხმობ იმ არაქართველებსაც, რომლებსაც თავის სამშობლოდ მიაჩნია საქართველო და უყვართ და განსაცდელის მომენტში დადგებიან ჩვენს გვერდით ქვეყნის დასაცავად. აი ეს არის უმთავრესი მეგობრებო და მე მგონი აქ არ არის რთული ისა. საერთოდ ისეთი სისტემაა რომ მე აი ამის დამამტკიცებლად ეხლა ერთ-ერთ ფაქტს მოვიყვან, რომ მთლიანად სურთ ქართველი ერი აყარონ ქვეყნიდან. ჩვენ 3 დღის წინ ვიმყოფებოდით ჭიათურაში ახალგაზრდა მაღაროელებთან. ჩავედით მათ თხოვნით დასახმარებლად, გავეცანით ყველაფერს, პირობებს თუ რა ხდებოდა და წარმოიდგინეთ თქვენ მეგობრებო, ესე იგი მთელი 3500 ოჯახი ერთბაშად აი ამ კომპანიამ, რომელსაც ფლობს უკრაინელი ებრაელი, ეს საერთაშორისო მასონია, რომ ვერ ხმარობენ ამ იმას ხომე, იმას რაღაცა შიშილოგვრით, ეს არის დიახ, აი ზუსტად ეს საერთაშორისო მასონების
ხელშია ყველაფერი სტრატეგიული, რაც კი ჩვენ საბჭოთა კავშირიდან შემოგწე ის სტრატეგიული ქარხნები, რომლებიც დაშალა მე შევარდნაძე და ფაბრიკები, ნაყიდი აქვს და დაკონსერვებული აქვს, რომ ქართველი ერი წელში არ გაიმართოს. იმიტომაც არც ერთი წარმოება, არც ერთი ფაბრიკა არ აღდგენილა საქართველოში. ეს არის აი ამ სისტემის უმთავრესი ხაზი, რომ მრეწველობა არ უნდა ამუშავდეს და რა თქმა უნდა, ეროვნული წარმოება უნდა იყოს მიწასთან გასწორებული, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს მუდმივად მშიერი. აი ეს არის მათი დავალება და 3500 კაცს ჭიათურის მაღაროელებს მიუვიდათ ოჯახს, 3500 ოჯახს მიუვიდათ გაფრთხილება, განცხადება, ასე ვთქვათ, რა ვიცი მე, ხო და შეტყობინება, რომ დამთავრდა, აღარ იქნება სამუშაო. იმის გულისხმობს, რომ მათ მოითხოვეს პირობების გაუმჯობესება, აი კაბალური პირობების გაუმჯობესება, საერთოდ დაუკეტეს და პერსპექტივაში აღარ განიხილება, რომ იქ სამუშაოები აღდგება. ეხლა პირველ რიგში ჩვენ რა უნდა გვეთქვა, ეხლა აქ არის ძალიან დიდი, როგორც ჩანს, ჯაჭვი და კუდები და დიდი მფარველები ყავთ, მაგრამ პირველ რიგში აქ თავარია, ეხლა ჩვენ ნახოთ რა წერია იმ ხელშეკრულებაში. მე როდესაც ვკითხე ერთ-ერთი იურისტს, ეხლა არ ვასახელებ აქ, მან მითხრა და გამოითხოვს ეხლა, მაგრამ ამას სჭირდება საჯაროა ინფორმაცია წესით კანონიერად, მაგრამ ამას სჭირდება 10 დღე. 10 დღე უნდა ელოდოს 3500 ოჯახი აი ამ ხელშეკრულებას და მე რომ ვიბრძოლოთ კიდევ, რომ რაღაცა უშველოთ ამ ხალხს. კი, მაგრამ როდესაც აი ამ კომპანიამ ამ ტენდერში გაიმარჯვა, როცა შემოდიოდა 416 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან რო ჩამოაწერეს იქ რაღაცა ჯარიმები რო იყო ეკოლოგიის და ყველა ბინძურდებოდა და ასე შემდეგ. რის გულისთვის იზარალა საქართველოს ბიუჯეტმა თითქმის 9 მილიარდი, რომ აი ამ კომპანიისთვის გაეხსნა გზა და იმის გამო რომ ერთი ხელის მოსმით მე 3500 ოჯახი უმუშევარი დატოვოს საქართველოში. აი მე მივმართავ ქართულ ოცნებას 10 დღე რატო უნდა ველოდოთ, სად არის ხელისუფლება? როდესაც ამბობთ რომ სამუშაოები იქმნება, უმუშევრობა მცირდება, 3500 ოჯახი ჭიათურის მოსახლეობა არის მთელი ჭიათურა. მთლიანად ჭიათურას ტოვებთ უმუშევარს. ეხლა რატომ? მე მათად ესეც უთხარი. ამათ უზარმაზარი თანხები აქვს. ამათი მიზანი აი ამ კომპანიის ამ ებრაელობის არის ის, რომ ეს მთლიანად დაიხუროს ერთი წელი, 2 წელი და რა თქმა უნდა ეხლა როდემდე იქნება ოჯახები, უმუშევრები, ეს ახალგაზრდა ბიჭები გაიფანტებიან, ზოგი წავლენ პოლონეთში, ზოგი წავლენ გერმანიაში, ზოგისად და ასე დაიცლება კიდევ ერთი რაიონი მთლიანად ჭიათურა და დღეს თუ იქ რაღაცა ფასი აქვს იმ ადგინებს, კაპიკები ეღირება მერე და რაღაცა იმაში შეისყიდის ძალიან მიზერულ ფასად მთლიანად ეს კომპანია თელა იმ ჭიათურის ტერიტორიებს და მერე უკვე მოწილის აღარ ეყოლება რომ რა ვიღაცამ გააპროტესტოს, პროტესტის გამომხატველი და აბსოლუტურად დაეუფლებიან თელ ჭიათურას და თელ მარგანეთს. მე ჯერ კიდევ აი ეს არის უძვირფასესი მარგანეთი თელ სოფლიოში და ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ვიცი მე იმ ცხონებულმა ზურაბ ჭავჭავაძემ მოყვა ეგ ამბავი, ქიმიკოსი იყო და თვითონ აქ თავის თვალით ნანახი, აი ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც მერაბ კოსტავასთან ერთად გადაიცვალა. მთები მაქვს ნანახი რუსეთშიო, ქართული მარგანეცისაო, გატანილი აქედან და დაგროვილი. ასე გვძარცვავენ მეგობრებო და ესე დატოვებენ სასოწარკვეთის თელ საქართველოს მოსახლეობას, თუ ჩვენ არ გამოუფხიზდებით და არ გავერთიანდებით. ერთადერთი გამოსავალი აქ არის გაერთიანება, მეგობრებო, რომ ჩვენ ქართველებს დაუბრუნოთ ღირსება, ერთიანი ძალით ყველაფერი შემოვატრიალოთ და დაუბრუნოთ მომავალი. ეს ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ მე უკვე მთელმა ქართველმა ხალხმა, იმ ნაღებმა ხალხმა, ვისაც ენდობა ეს ხალხი რაიონებში, ქალაქებში,
აი ესეთი ხალხი მოიყრის თავს, ჭკვიანი ხალხი, პატრიოტული ხალხი, რომელსაც აირჩევს თავად ქართველი ხალხი. პირველ რიგში ეხლა აუცილებელია 30-ში ჩვენ 14 საათზე, სადაც გამოგიცხადებთ, მასიურად ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აი ამ რეჟიმს, ამ დამაქცევრებს, რომ ჩვენ ვართ ერთად ქართველიერი არ მომკვდარა, ქართველიერი ისევ არის საფრთხეზე, ისევ შეუძლია გაერთიანება, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის მომავალი. რა ვიცი, რა უნდა გითხრათ ახლა წინასწარ დანარჩენზე ლაპარაკი არის ზედმეტი, რა თქმა უნდა ყველაფერი დამუშავებულია აბსოლუტურად უძლიერესი ანალიტიკოსების მიერ, ყველაფერი აბსოლუტურად წინასწარ აქვს გაკეთებული და შემუშავებული, თუ როგორი უნდა იყოს განათლება, როგორი უნდა იყოს ეკონომიკა, როგორი უნდა იყოს ეროვნული წარმოება, რომ თითოეული ქართველი, რომელიც საქართველოში იცხოვრებს, იყოს ამაყი. და საერთოდ კიდევ აი ასეთ საკუთრებებზე მე ვიტყვი ახლა, საერთოდ ეს უნდა გადაეცეს, აი ასეთი სიმდიდრეები ქართველ ერს. როგორ ეს? რაღაცა ნაწილი, რა თქმა უნდა დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში და ბიუჯეტში შედიოდეს თანხა, რაღაცა ნაწილი და ვალდებულებებით შეიძლება შემოვიდეს კომპანია, მაგრამ ის რაღაცა ნაწილი, მე არ ვიცი, ამას სპეციალისტები განსაზღვრავენ, 30% იქნება თუ რაც იქნება, მთელი საქართველოს წიაღისეული და სიმდიდრეები აქედანვე თუ კი ეროვნული ხელისუფლება, ეროვნული ძალები მიაღწევენ წარმატებას, უნდა მთლიანად გადანაწილდეს საქართველოს მოსახლეობაზე ეს სიმდიდრეები. რომ მერე ხელი აღარ აფათურონ იქ ანაკლიაო იქის ეხლა ხაზარაძეებმა და ბორჯომისწყალი რო იყიდა კუპონებად და მერე გაყიდა თითქოს მამამისმა დაუტოვა. ეს უნდა იყოს ქართველი ხალხის საკუთრება, საქართველოს მოქალაქეების საკუთრება. წილი უნდა კონდეს ყველა საქართველოს მოქალაქეს საქართველოში არსებული სიმდიდრეებისა. აი ეს არის ჩვენი მიზანი და ეს ამას როდესაც განვახორციელებთ ერთობით, ქართველი ერი ესე წელში გაწყვეტილი და ესე თავჩაქინდრული კი აღარ იქნება, ერთბაშად იქნება გამდიდრებული, ძლიერიც და ამაყიც და ბედნიერი მომავალიც ექნება ამ სახელმწიფოს. ეს მინდოდა მეგობრებო, მე თქვა, მე უახლოეს ხანში ისევ დაგიბრუნდებით, რამდენიმე ახალ რესპონდენტთან ჩართვაც გვინდა და ვნახოთ თუ მოახერხებენ რეგიონებიდან რამოდენიმე პიროვნება გვინდა რომ ჩამოვიდეს და ერთობლივი პირდაპირ ეთერით განვახორციელოთ, რომ ახალი სახეები გაჩვენოთ, ძალიან ბევრი ყავს, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს ასე უთმად ჩამოსვლას. დიდი გაერთიანება მიდის უკვე, აგერ ძალიან გამახარეს, რომ ზესტაფონში უკვე არის რამოდენიმე ის, ბათუმში არის, ქუთაისში არის, ბევრია უკვე ზესტაფონში, აგერ 3 პიროვნება, რომელსაც ჭკუას არავინ ეკითხება, სხვადასხვა დარგის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რა ქვია, ფიზიკა, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ძალიან აი ესეთი 3 დოქტორი, მეგობრებო, რომელიც აი სიხარული თუ ერთდება ესეთ გაერთიანებას, ხო და ასეთი რამდენია იცით, ეკონომიკის დოქტორი. და ესენი საერთოდ არავის არ უძახიან, არავის არ იყენებენ, დაუშვიათ პარლამენტში მოჭიდავეები, ძალოსნები ისინი და ხედავთ რა დღეში სავართ და ამაზე აღარ გავაგრძელებ. ლაპარაკს აღარ ძგეს, უკვე ამაზე დავიღალოთ ჩვენ, ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ყველაფერი უნდა გასწორდეს, უნდა აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური სამართლიანობა. კონსტიტუციური სამართლიანობა უნდა აღდგეს და უნდა ამოქმედდეს, ამას თავის დროზე ვიტყვით ჩვენ 1992 წლის 13 მარტს ბატონ ზვიად გამსახურდიას ბრძანება, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ბრძანებულება, რომელმაც განაცხადა ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის ბრძანება, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა აი ამ უკანონო თოფით მოსული ხელისუფლების რა ქვია, ქმედებები, ბრძანებები თუ ხელშეკრულებები გამოცხადეს იურიდიული ძალის არ გქონდეთ და ბათილად იქნეს ცნობილი. დიახ, ყველა იქნება ბათილად ცნობილი, ჩვენ არა გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ ერთლარად გასხვისებული არის სტრატეგიული ობიექტები, სიმბოლურ ფასად ერთლარად. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, დაგიბრუნდებით ისევ მალე, მე მგონი მეგობრებთან ერთად ალბათ შემდეგი
პირდაპირ ეთერში და თუ რა ვიცი ახლა 20 რიცხვამდე გვინდა რომ ჩვენ ეს დარბაზი უკვე ვიქირავ და გამოვაცხადოთ, თუ რაღაც პრობლემა გქონდა ძალიან მცირე ფინანსური, შესაძლოა მაშინ მხოლოდ ჩვენს პირად მეგობრებს პირადში რამოდენიმე ადამიანს, ვისაც შეუძლია რომ დაგვეხმაროს, ჯერჯერობით არ არის ამის აუცილებლობა საჭირო, ყველანაირად ვერიდებით ჩვენ რომ ხალხი შევაწუხოთ და ალბათ ეს არის სწორი გზა. ჩვენ ფული არ გვაინტერესებს, ჩვენი საქმეა იდეა, სამშობლოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ხალხს დაუბრუნოთ ღირსება. მადლობ ყურადღებისთვის. იმედით იყავით, ღმერთი იყოს ჩვენთან. ჩვენთან არ ღმერთი.